2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მხილებული იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორი პირები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. აქედან გამომდინარე, დღეს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდებული სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. გამოძიებები დადგენილია შემდეგი. 2005 წლის 29 ივნის გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით. ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, მასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ. აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯის მიზნით პირადი შურისძიების მოტივით საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშძორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისგან მიიღო უარი. ამის გამო მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშძორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს. დავალების მიღების შემდეგ ივანე მერაბიშვილმა მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ერეკლე კოდუას ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების ზედმიწევნით შესრულება, რომელიც განხორციელდა 2005 წლის 14 ივლისს. კერძოდ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შეიარაღებული სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ქალაქ თბილისში მირცხულოვოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისას მოახდინეს ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ ყოფი ავტომანქანის ბლოკირება, რის შემდეგაც თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს და მის თანხლებ პირებს. ერეკლე კოდუას დავალებითა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გიორგი სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ძალის გამოყენებით და ცეცხლსასროლი იარაღის მუხარით ავტომანქანიდან თანხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს ვალერი გელაშვილი, დააწვინეს ასფალტზე და იარაღის კონდახებით სასტიკად ცემეს. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ქალა ტვინის ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ნახეთქი ჭრილობა ცხვირის და შუბლის არეში, ზედა და ქვედა ყბების ძვლების მოტეხილობა. ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ 2005 წლის 14 ივლისს დაიწყო, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით არ ჩატარებულა არც ერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გიორგი სირაძის მიმართ. მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახე და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 8 წლამდე ვადით. მადლობთ. ეს იყო პირდაპირ ჩართვა პროკურატურიდან. მე შეგახსენებთ, რომ მთავარმა საგამოძიებო უწყებამ